მთავრობის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება სტუდენტების ნაწილის და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. იქნება მართვის დროებითი საბჭო, რომელმაც ერთად შერწყმული ორი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებლები უნდა დანიშნოს. 108 და 104 წლიანი ისტორიების მქონე უნივერსიტეტებში რეორგანიზაციის პროცესიც დაანონსდა, რომელიც სწორედ მითითებულმა საბჭომ უნდა წარმართოს. სასწავლებლების გაერთიანება უმაღლესი რეფორმის ნაწილია. გეგმას კითხვები და უკმაყოფილება მოჰყვა თესეუს ლექტორების ნაწილის მხრიდან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი კი საკუთარ პოზიციას თანამშრომლებთან კონსულტაციების შემდეგ დააფიქსირებს. თუმცა კითხვები დავით გურგენიძესაც აქვს. განათლების სამინისტრო რეზონანსული გადაწყვეტილების მიზნად საერთაშორისო რეიტინგებში უმაღლესი სასწავლებლების მონაცემების გაუმჯობესებას ასახელებს. ახლა ერთ-ერთი მთავარი კითხვა მოსალოდნელია თუ არა აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა კვოტების შემცირება და რა ბედი ეწევათ ისტორიული უნივერსიტეტების არსებულ შენობებს. სახელი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეს ორი უნივერსიტეტი გაერთიანდება ერთი უნივერსიტეტის ფარგლებში. ქვეყნის ორი ყველაზე დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებამ დღეს სწორედ ამ ბრიფინგიდან გაიგო. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის მხრიდან ჩატარებულია აკადემიური კვლევები და გაკეთებულია ანალიზი, რამაც აჩვენა, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში უმჯობესია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტს შეერწყას. ჩვენ ნახეთ, რომ არაერთი მიმართულებით ამ ორ წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს მსგავსი მიმართულებები და ჩვენი მიზანი არის, რომ საკადრო რესურსი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზები უფრო კოორდინირებული და კონცენტრირებული გავხადოთ, რაც შესაძლებლობას მოგცემს, რომ პირველ რიგში ხარისხი გავზარდოთ. დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ისიც ცნობილი, რომ უნივერსიტეტების გაერთიანება რეორგანიზაციას 6 თვე დასჭირდება. ამისთვის კი სპეციალურად შეიქმნება დროებითი საბჭო, რომელიც რეორგანიზაციას უხელმძღვანელებს. საბჭოს წევრების ვინაობა ამ ეტაპისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია ის, რომ უკვე ახალი სასწავლო წლიდან, ესე იგი სექტემბრიდან, გაერთიანება დასრულებული იქნება და სტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებენ. თალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს რეორგანიზაციის პროცესი სადღაც დაახლოებით 6 თვიან ვადას მოიცავს. გითხარით უკვე ეტაპები, ანუ თებერვლის თვე ჩვენ გვჭირდება როგორც საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე რეორგანიზაციის მოსამზადებელი ნორმატიული ბაზის შესაქმნელად, ასევე კონკრეტული თანამდებობის პირების განსასაზღვრად, თუ ვინ იქნება რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ვინ იქნება მისი მოადგილეების შემსრულებელი, ასევე საბჭოს შემადგენლობაში ვინ შევა. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ ორგანომ უნდა მართოს მთელი ეს პროცესები. და რაც შეეხება მიღებას, შესაბამისად მოხდება უკვე გაერთიანებულ ფორმატში, იმიტომ რომ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს. გუშინ შედგა კონსულტაციები ჩემსა და განათლების მეცნიერების ახალგაზრდობის მინისტრს შორის. მანამდე ჩვენი შერწყმის შესახებ გადაწყვეტილება არ იყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მისი უნივერსიტეტის თესეუსთან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საღამოს გაიგო და მანამდე ამ შერწყმაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. დავით გურგენიძე აცხადებს, რომ იდეას ეთანხმება, თუმცა კითხვები თავადაც გაუჩნდა, რომლებიც მინისტრს პირადად დაუსვა და პასუხების ნაწილი მოეწონა, მეორე ნაწილზე კი დაფიქრება ამჯობინა. მილიონი შეკითხვა ჰქონდა ერთმანეთთან. მე მოვისმინე. მრავალ შემთხვევაში დავეთანხმე, მრავალ შემთხვევაში საჩუქრ საფიქრალია, თუ ეს გაერთიანდება და ტექნოლოგიური სკოლა ცალკე იქნება, სამართლის სკოლა ცალკე იქნება, საინჟინრო სკოლა კიდე ცალკე იქნება, საბუნების მეტყოლა, ზუსტად საბუნების მეტყოლა სკოლა ცალკე იქნება, მაშინ რა თანხები იქნება ჩადებული, როგორ იქნება, რა შენობებში იქნება, საუბარი უნდა გაგრძელდეს, უნდა ვისაუბროთ და უნდა ასევე აკადემიურ პერსონალს სტუდენტებს მოახსენოთ. ამაში კარგია. ცუდი არის ის, რომ ახლა ისტორიის უნივერსიტეტის ერთხელის მოსმით 104 წელიწადია ჩვენ გუშინწინი გიორგი ნიკოლაძის ძეგლი გავხსნით, ადამიანებს ეს შეგრძნებაც აქვს. ამიტომ ყველაფერმა ერთმანეთთან დააფალანსოს, რეფორმა კეთდება სიკეთისთვის. გურგენიძემ ასევე განაცხადა, რომ მინისტრის დღევანდელმა ბრიფინგმა და გადაწყვეტილების გამოცხადებამ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ ნაწილში ვნებათა ღელვა გამოიწვია. ამიტომ აპირებს თითოეულ მიმართულებას შეხვდეს და ყველას აზრი მოისმინოს, რის შემდეგაც ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანებასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას გამოაცხადებს. თუმცა რექტორი ვერ განმარტავს, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ აკადემიურ პერსონალს გაერთიანება არ მოუნდება. ვნებათა ღელვა ნამდვილად გამოიწვია. მე დაგითხრათ, რომ არ არის მარტივი თემა.
მე შევხვდები შემდეგ ფაკულტეტებზე ყველგან ჩატარდება და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში. შეხვედრები გავიაზრებთ, შევიკრიბებთ დიდ დარბაზში და მოგახსენებთ ჩვენს გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აზრი უნდა მომწიფდეს და უმეტესობის აზრი უნდა იყოს. ან გავერთიანდეთ, ან ჩვენი პრინციპები უნდა დავაყენოთ, რომ რატომ არ უნდა გაერთიანდეთ. მე ვერ გეტყვით, ჯერ ადამიანების აზრი მაინტერესებს. ამ ადამიანებთან დღეს დავიწყებ შეხვედრებს. უნივერსიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით დღეს კომენტარისა და შეფასების გაკეთებისაგან თავი შეიკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა. ამიტომ თესეუს პოზიცია ამ ეტაპისთვის უცნობია. თუმცა დღესვე გაკეთდა შეფასებები პოლიტიკურ წრეებში. ქართული ოცნების წევრი დეპუტატების განცხადებით ისინი ამ ინიციატივას მიესალმებიან. ოპოზიცია კი გადაწყვეტილების მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავს. ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქნება. ორი უსუსტესი მონსტრი ეხა უნდათ რომ გაერთიანონ, ორი ინტერესი იკვეთება. ერთი ეს არის აკადემიური თავისუფლების სრულად მოსპობა და ტოტალური კონტროლი. ნუ ისედაც ეხა რაღაცა კრიმინალური ელემენტები მართავენ ამ უნივერსიტეტებს. ერთი ეს არის და მეორე ცალსახად ქონებრივი საკითხის დგას. ქონებრივი იმ უძრავი ქონებისა, რომელიც ამ ორ უნივერსიტეტს ქალაქის აბსოლუტურ ცენტრში გააჩნია. თავი ხო მიზანი არის თუ საკეთებენ ყველაფერს. და თუ მიზანი კეთილშობილურია, თუ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ეს გაერთიანება რაღაც სარგებელს მოუტანს ჩვენს ახალგაზრდებს და გააჯანსაღებს ჩვენს განათლების სისტემას, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ შეჯერობით რაღაცა გონივრულობის მარცვალს ამ გადაწყვეტილების უკან ჯერჯერობით ვერ ხედავ. თუმცა სანახავია, ეს დიდი თემაა და ძალიან სერიოზული თემაა. თავარი არის რომ ჩვენ შევძლოთ რომ გავაძლიეროთ როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნივერსიტეტებისა. ამავდროულად შევძლოთ რომ კვალიფიციური და კიდევ უფრო მეტი ცოდნის და აკადემიური პერსონალი იყოს მოზიდული ასეთ უნივერსიტეტებში. შესაბამისად გაიზარდოს ცოდნის გადაცემის შესაძლებლობების და არ იყოს მხოლოდ საბოლოო ჯამში 4 წელი ისწავლოს სტუდენტმა და მიიღოს დიპლომი, რომელსაც არავითარი ცოდნა არ უმაგრებს სულს. უბრალოდ ამ მიზნით ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებულია როგორც სასკოლო რეფორმა, შემდეგ უკვე საუნივერსიტეტო რეფორმა, რომ ჩვენ მივიღოთ მომავალი ისეთი, რომელიც იქნება კვალიფიცირებული, საკუთარი საქმის პროფესიონალი, რომელიც თავის საქმიანობას ისე და ისე საკუთარ სამშობლოს მოახდენს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზუსტად 2 კვირის წინ დაარსებიდან 104 წლის გახდა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების აშენებულია თბილისისა და ქვეყნის არაერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა, მათ შორის თბილისის მეტრო, ხიდები, ენგურჰესი და ასე შემდეგ. დღეისათვის ტექნიკურ უნივერსიტეტს 11 ფაკულტეტი, 15 კვლევითი ინსტიტუტი და 130-მდე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი გააჩნია. თუმცა სავარაუდოდ უკვე სექტემბრიდან მთელი ეს ინფრასტრუქტურა და აკადემიური პერსონალი თესეუს ქოლგის ქვეშ გადავა.